ამ ადამიანებს. ძიმე თემაა პირველ რიგში ვეტყვი რომ წარმომადგენელი ვარ იმდენად რამდენადაც მხარდამჭერი უფრო ვარ. გარდა მაგისა გულწრფელი ვარ იმიტომ რომ არც მე ვარ და მე მგონი არც აქ სტუდიაში არც ერთი მყოფი არ არის თვალიდან ჩამოსული ეს პრობლემა კარგად გვესმის ამ პრობლემას აქვს თავისი ფესვები და მას სჭირდება ალბათ როგორც იგრძნობა უფრო მოფიქრებული ეტაპობრივი სისტემური მიდგომა ამისათვის ოცნებამ ჩემი აზრით საკმაოდ წლები დაჰყო იმისათვის რომ დაენონსებინა და შესაბამისად არა ფორსირებული ტკივნეული გადაწყვეტილებები მიეღო. თუმცა დღევანდელ დღეს ისევ დადგა საკითხი გადავადებაზე. მე გეტყვით რომ როდესაც დეზერტირების ბაზარი 2004 ალბათ 2005 წლებში დაინგრა და განადგურდა იმიტომ რომ ესე გადაწყდა რაღაც აბსოლუტურად მოუფიქრებლად აი იქიდან დაიწყო ფესვები ამ პრობლემატიკას დეზერტირების ბაზარზე მიმული იყო არა მარტო თბილისის მომარაგება და თბილისის პროდუქტით უზრუნველყოფა მასზე მიმაგრებული იყო ტურიზმი მაშინდელი რომელიც პრაქტიკულად ეხლა ქუჩაში ყიდულობს პროდუქტებს თუ ამას ტურისტები ეძებენ ქუჩა დადიან და ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს როგორ მთავრდება იცით თქვენ ან პრეტენზიით ან ანტისანიტარით ან კონფლიქტით თუ გინ გამყიდულებთან მე შემიძლია გითხრათ რომ დეზერტირების ბაზარი მარტო თბილისის გული კი არ იყო და ესე დაისაჯა დედაქალაქი დეზერტირების ბაზარზე ჩამოკიდებული იყო ზესტაფონელები სამტრედიელები, კახელები, სადაც ის კონკურენციაც იყო და ფასების რეგულაციაც ხდებოდა. დღევანდელ სიტუაციაში სამწუხაროდ იმ აღდგენილმა სავაჭრო ცენტრმა დაახლოებით დააბალანსა ალბათ იმის მესამედი რა სიმძლავრეც ჰქონდა დეზერტირების ბაზარს. ამიტომ ეს პრობლემატიკა, როდესაც მაშინ დაიწყო, ასევე დრო დაჭირდება მის გადაწყვეტას, ხოლო დღევანდელ დღეს გამზადებული რეცეპტი მე არ მაქვს, შემიძლია გითხრათ რომ ჩემის აზრით, მე ვლაპარაკობ არასწორ ინფორმაციას, მაგრამ